გვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამოშიდობის მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღია ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. ეს არის პროექტი, სადაც მთავარი არის საზოგადოება. თქვენ შეგიძლიათ დაერეკოთ ღია ეთერში ნომრებზე 292 1188 292 1189 და გარდა იმისა, რომ მიიღოთ მონაწილეობა ინტერაქტივში და უპასუხოთ გამოთქვათ ღიად საკუთარი მოსაზრება ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, ასევე გაქვთ შესაძლებლობა გადაცემის განმავლობაში შემოხვიდეთ ღია ეთერში და ისაუბროთ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც თქვენთვის ამ დრომდე მოუგვარებლად ჩვენ ტრადიციულად ვიღებთ საკუთარ თავზე მედიატორის როლს და შევეცდებით დაგაკავშიროთ ყველა იმ რგოლთან, რომელიც შესაძლო მოგვარებაში დაგვეხმარება თქვენი პრობლემის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ვსაუბრობთ არჩევნების მთავარ ფაქტორზე. როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი, პროგრამა, სია თუ ლიდერი? ტელეფონით გვერდება პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე გადაცემის პირველ ნაწილში. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გამარჯობათ, მადლობა რომ მომწვიეთ. როგორ ფიქრობთ, ინტერაქტივი შეკითხვით დავიწყებთ თქვენთანაც საუბარს, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი, პროგრამა, სია, ლიდერი, ვის ირჩევს ხალხი, ვის ანიჭებს უპირატესობას, რომელ ფაქტორს, პროგრამას, სიას, ლიდერს, რა შესძინა მათ გამოცდილებამ ამ წლების განმავლობაში დაგროვებულმა, რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხზე? მე ვიტყოდი, რომ ამ ფაქტორების კომბინაცია არის ყოველთვის და ყველგან გადამწყვეტი იმაში, თუ როგორ მისცემს ხმას ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა საკითხები ხდება ხოლმე უფრო წამყვანი, მაგრამ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რა გეგმებით გამოდიან და რა პირობებით გამოდიან ისინი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სანდოობაც, რამდენად ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ზალა არის შემძლე განახორციელოს ის დაპირებები, რომლებსაც ისინი ტელევიზორით საუბრობენ ან ქაღალდზე წერენ. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს არის კომბინაცია, ცალკე გამორჩეული, ვერც ერთი ფაქტორი ვერ იქნება, ასე ვთქვათ, რადიკალურად გადამწყვეტი ყველაფრის, ამომრჩეველს ბევრი რამ აინტერესებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, იქნება და არის ყოველთვის ის გარემო პირობები, სოციალური, ეკონომიკური გარემოდან მდგომარეობა, რომელიც არის ხოლმე საწინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა ჩვენ გვახსოვს წარსული გამოცდილებით, რომ ძალიან ხშირად არჩევა და ხმის მიცემა ხდება მხოლოდ ლიდერის გათვალისწინებით და მისი რეპუტაციის საზოგადოებაში. ამიტომაც ვამბობ, რომ კომბინაცია ფაქტორების სხვადასხვა მოვლენებმა შესაძლოა რომელიმე ფაქტორის მიმართ გადაწყვეტოს ამომრჩევლის გადაწყვეტილების სიმძიმე, ასე ვთქვათ, მაგრამ შედარებით უფრო მშვიდ გასწორებულ დაბალანსებულ მდგომარეობაში, როდესაც რაღაც რადიკალური შოკები არ ხდება საზოგადოებაში, ამომრჩეველი სხვადასხვა კატეგორიებს ანიჭებს მნიშვნელობას. როგორი ვითარება ამ ხრივ წელს წინასაარჩევნო საპარლამენტო არჩევნების წინ? ერთ-ერთი მთავარი გამოსარჩევი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ამ არჩევნებზე ხვდებით, ეს არის ამომრჩევლის დიდი რაოდენობის გადაუწყვეტელობა და მათი უნდობლობა დიდწილად ზოგადად პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური პარტიების მიმართ. თუ კი შევადარებთ რაღაცა სხვა არჩევნებს, შემდეგ ეს არის ალბათ ის არჩევნები, რომლებიც ამით დაგვამახსოვრდება, რომ ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი იმედგაცრუებული იყო ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიით. რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, ჩვენ ამ ჩვენი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, ამის მონიტორინგს არ აკეთებს, ჩვენ უფრო სხვა საკითხებზე მუშაობთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო ასევე შესაძლებლობას აძლევს ყველა პოლიტიკურ პარტიას მოახდინოს საკუთარი პოლიტიკური იდეებისა და კანდიდატების წარდგენა და ამაზე საუბარი. რა არის ის მიმართულება, რომელზედაც თქვენ მუშაობთ და შესაძლებელია თუ არა ის უკავშირდება თუ არა უпросторად გაცემის მიმდინარე თემას? ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს სამი მიმართულებით. ეს არის პოლიტიკური კულტურის განვითარება, იმიტომ რომ ის კულტურა, ის საზოგადოებრივი ნორმები
და ქცევები არის ის, რაც ასევე განსაზღვრავს პოლიტიკური მოვლენების ბედს. ამას ჩვენ ვაკეთებთ ძირითადად ჩვენი დემოკრატიის სკოლების საშუალებით, რომლებიც საქართველოს 4 ქალაქში გვაქვს. ჩვენ ასევე მუშაობთ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის და ვეხმარებით ძირითად მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს მათი ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობებში და განვითარებაში და ჩვენ ასევე მუშაობთ პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისთვის, რათა ხელი შეუწყოთ იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო, ზოგადად პოლიტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნო გარემო არ არის, იყოს თანაბარი, თანასწორი და ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა კონკურენციაში მონაწილეობისთვის. ამჯერად აქვთ მათ თანაბარი შესაძლებლობები? ისიც ამაზე ნამდვილად უმჯობესია, რომ გადამკვირვებლო ორგანიზაციებს კითხოთ, მაგრამ მე დავემოწმები მათ დასკვნებსა და ანგარიშებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს აქვს შესამჩნევი დემოკრატიული პროგრესი, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გაუმჯობესებას საჭიროებს. თქვენ ახსენეთ პოლიტიკური კულტურის განვითარება. როგორია ვითარება ამ მხრივ, ბატონ ლევან? მე ვფიქრობ, ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ჯერ ძალიან კიდევ ბევრი დრო გვაქვს გასავლელდა ბევრი რამ შესაძლებელი. ძირითადი მახასიათებელი თვისება ჩვენი პოლიტიკური კულტურისა არის ის, რომ იგი ორიენტირებული უფრო მეტად დომინაციაზე და არა კონსენსუსსა და მოლაპარაკებაზე. კონსენსუსი უნდა აწარმოოს მოსახლეობასთან? როგორია იდეალური ვარიანტი? პოლიტიკური პარტიები სწორედაც რომ არიან ის ინსტრუმენტები, რომლებიც მოსახლეობის აზრებს, ინტერესებს გამოხატავენ, აგროვებენ უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა ფენების, სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს, მათ ქმნიან მერე პოლიტიკად და რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების საქმე ერთ-ერთი სწორედ არის ის, აი ამ შეხედულებების, აი ამ მისწრაფებების ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებისა პოლიტიკად ქცევა. და ხშირად ეს გარკვეულ კომპრომისებსა და კონსენსუსს მოითხოვს, რაც არის არა ცუდი, არამედ კარგი. და ის ფაქტორი, რომ ძალიან ხშირად კონსენსუსი ითვლება სისუსტით მაჩვენებას, მე ვფიქრობ, რომ არ არის კარგი, განსაკუთრებით დემოკრატიაში, როდესაც ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათია, რომ რომელიმე პარტიამ აიღოს ხოლმე ესეთი დიდი გადამწყვეტი უმრავლესობები და ყველა დონეზე, ადგილობრივ დონეზე და ეროვნულ დონეზე პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებათ ხოლმე კომპრომისები და კონსენსუსები ერთმანეთთან. ეს არის ძალიან პოზიტიური რამ. იმიტომ რომ ეს ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოების უფრო ფართო ფენების ინტერესი იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხო, მაგალითადაც ეხლა ასეთ ჰიპოთეტური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შესაძლოა ერთმა პარტიამ აიღოს 51%, ხოლო სხვამ აიღოს მეორე 49%, ხო? და რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება თუ კი პარტია, რომელსაც აქვს 51%, საერთოდ არ მიიღებს მხედველობაში იმ ინტერესებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც გააჩნია მოსახლეობის 59%-ის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ ძალას, ხო? აი ამიტომაც არის ძალიან ხშირად, რომ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისას, რომლებიც უკავშირდება რაღაც ძირეულ ცვლილებებს, კონსტიტუციურ ცვლილებებს თუ რაიმე სხვას, ხომ? ის განვითარებულ დემოკრატიებში მართველი პოლიტიკური პარტიებიც კი, რომლებსაც შესაძლოა ტექნიკურად არ სჭირდებოდეთ უმცირესობის მხარდაჭერა, ცდილობენ, რომ ამაზე მიაღწიონ კონსენსუსს. რატომ? იმიტომ რომ იმის შემთხვევაში თუ კი მეორე არჩევნებზე სხვა პარტია მოვა ხელისუფლებაში, მან ასევე უკანარ დააბრუნოს ის ცვლილებები, არ შემოაბრუნოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე სამხედროდ იქნა მიღებული. აი ამიტომაც კონსენსუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მე ვთვლი, რომ ეს კოალიციური მმართველობის ეტაპი, რომელიც გამოიარა საქართველოს ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, შესაძლო სამომავლო კოალიციები ნახოთ, როგორც გამოხატება პარლამენტი, მაგრამ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ პარტიებს დაშიძდეთ ერთმანეთთან მორიგება, ერთმანეთთან თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს სწორედ იმას, რომ თანდათანობით დამკვიდრდეს ის განწყობა და დამოკიდებულება საზოგადოებაში, მაგრამ ასევე პოლიტიკურ პარტიებში უპირველეს ყოვლისა, რომ დამარცხებული მოწინააღმდეგო კი არ უნდა გაანადგურო პოლიტიკურად, არამედ უნდა ითანამშრომლო მასთან და სწორედ ეს არის პოლიტიკის არსი, რომელიც მას ძალიან განასხვავებს, თქვათ, სხვა ყველა საქმიანობის სფეროდან. თუმცა ხშირად საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ თანამშრომლობას არ აღიქვამს კარგ ტონად და
სხვადასხვა ბრალდებასაც უყენებს ხოლმე ჩვენ ვართ ბოლო პერიოდში ამ ყოველფრის მოწმე. ბატონ ლევან, თქვენ საუბრობდით კონსენსუსის შესახებ. ეს არის იდეალური ვარიანტი მმართველობის თუ შეიძლება ითქვას რომ ამისი ნიშნები არის ღიად გამოხატული ქართული პოლიტიკისთვისაც? იდეალური მმართველობის მოდელი ჩემი ღმერთმენით არის ლიბერალური დემოკრატია. და ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისი პრობლემებით, თავისი სისუსტეებით, მაგრამ ეს ასევე სხვა ქვეყნებსაც აქვთ. მაგრამ მე ვფიქრობ ამაზე დიდი დისკუსია ქვეყანაში არ არსებობს თუ რა მმართველობის მოდელი უნდა გქონდეს საქართველოს. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, ეკლესიისა და ხელისუფლების გამიჯვნა, პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის, რაც განაპირობებს კიდევაც სოციალურ ეკონომიკურ პროგრესს და რაც მთავარია მშვიდობასა და თანხმობას სახელმწიფოებში. ბატონ ლევან, ყოველივე ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ იმავე ხალხის ხმაზე, რომ მათგან უნდა მოდიოდეს ძირითადი დაკვეთა, რა სურთ და რა არა. აისახება დღეს პოლიტიკური სუბიექტების პროგრამაზე, ან რამდენად იცნობს საზოგადოება ზოგადად მათ პროგრამას, რამდენად არიან ისინი გახსნილები, რომ დეტალურად აუხსნან და გაათვითცნობიერონ პროგრამის არში? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჭირდებათ უფრო მეტად სერიოზული დამოკიდებულება ზოგადად პროგრამების შექმნის მიმართ და ასევე უფრო მეტი მხარდაჭერა იმისათვის, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი შესაძლებლობები შექმნან პოლიტიკური პროგრამები, რომლებიც უპასუხებენ საზოგადოების განწყობას, მოთხოვნებს, ამა თუ იმ პოლიტიკური ბაზის, პოლიტიკური პარტიის სოციალურ ბაზას, აღმოჩენილების მოთხოვნებს. ამაში ძალიან მოვისუსტებ. განსაკუთრებით მე ვიტყოდი, რომ უფრო დიდი დეფიციტი არის ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც უკავშირდება განვითარებას და კონკრეტულად უფრო ეკონომიკურ განვითარებას, ფისკალურ პოლიტიკას, უმუშევრობის დაძლევას და ასე შემდეგ, სადაც თქვათ უფრო ნაკლები შესაძლებლობები არის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ხო? და არადა სინამდვილეში ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, ხო? მაგალითად, ძალიან ბევრი დებატი არის ქვეყანაში იმაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა უნდა გქონდეს ჩვენ. მაგრამ შედარებით უფრო ნაკლები დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვაწესრიგოთ გამონაბოლქვის პრობლემა, მაგალითად თბილისში. სინამდვილეში თბილისში არსებული გამონაბოლქვი პირდაპირ გაგებით კლავს და ჩვენ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, როდესაც სხვა პრობლემები ნაკლებია. რატომ არ რჩება ადგილი გაწერილ პროგრამებში ამ დეტალებისთვის, ან რატომ იცნობს საზოგადოება ამ დეტალებს ნაკლებად? ერთ-ერთი პრობლემა აქ ჩემი აზრით არის ის, რომ პარტიებს აქვს ნაკლები შესაძლებლობები საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისა. შესაძლებლობებში მე უგულისხმობ არა კანონით დაშვებულ შესაძლებლობებს, არამედ მატერიალურ, ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ. გარდა ამისა, პოლიტიკური კამპანია, როგორიც ის არის საქართველოშიც და ასევე სხვა ქვეყნებში, ბევრ სხვა ქვეყანაში სამწუხაროდ მოითხოვს იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მთელი საკუთარი ფინანსური რესურსი მიმართონ ძირითადად სატელევიზიო და მედია კამპანიებზე და შედარებით უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩებათ მათ იურთიერთონ საზოგადოებასთან სხვადასხვა ფორმებით, რაც მარტო ტელევიზორიდან ტრიბუნაზე მდგარი კომუნიკაციას არ გულისხმობს, ხო? ასევე სერიოზული პრობლემა არის ის, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ძალიან სუსტი არის პოლიტიკური პარტიების კავშირი საზოგადოებასთან. არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დადის კარდაეუნება საკუთარ პროგრამას და ცდილობს გაიგოს ვის ურჩევს ამომრჩეველი ხმარს, მაგრამ შემდეგ არჩევნების მერე ძალიან სუსტდება ხოლმე ეს კონტაქტი. უღრმესი მადლობა ბატონო ლევან საინტერესო საუბრისთვის. არჩევნების მთავარ ფაქტორზე საუბრობდა პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე. შევხვდებით ერთმანეთს სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. მადლობა რომ გვისმენთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. სამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვსაუბრობთ თემაზე არჩევნების მთავარი ფაქტორი. შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 89. ეს გახლავთ ტელეფონის ნომრები განკუთვნილი ინტერაქტივისთვის, რომლის შეკითხვაც სწორედ ასეთია. როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი? პროგრამა, სია, ლიდერი თავად თქვენ რაზე აკეთებთ აქცენტს, რის მიხედვით ირჩევთ პოლიტიკურ
პოლიტიკურ სუბიექტს. ამ გაცემის ამ ნაწილში ელდარ პირმისაშვილი ისაუბრებს, პიარისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი. მოგესალმებით ელდარ, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. ბატონო ელდარ, როგორ ფიქრობთ, რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ფაქტორი? პროგრამა, სია თუ ლიდერი? ეს გახლავთ ინტერაქტივის შეკითხვა და მსურს რომ თქვენთან საუბარეთ სწორედ ამ შეკითხვით დავიწყო. მე ვფიქრობ, რომ სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვნად ლიდერი იქნება ალბათ ჩემი პასუხი, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ბევრმა პარტიამ შეცვალა თავისი დასახელება, მაგალითად ირაკლი ალასტანია და დემოკრატები ეს რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარემად შესაბამისად შეცვალა თავისი. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ლიდერებზე აკეთებენ აქცენტს და შემდეგ პარტიაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ გადაწყვეტილების მიღება. და რაც შეეხება საზოგადოებას, თქვენი აზრით რაზე გააკეთებს ის არჩევანს? საზოგადოებას მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ არჩევნებზე არის პრობლემა, ერთი ნდობის პრობლემა და მეორე ზოგადად სიტყვა დაპირება უკვე ძალიან ნაკლებად ისმის თუ დააკვირდებით, იმიტომ რომ ადამიანებს იმდენჯერ დაპირდნენ და იმ სხვადასხვა ფორმით, შესაბამისად იმეც გაცვლება არსებობს ამ თემებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაც განსხვავებული არის წინა არჩევნებისგან, ცოტა უფრო მეტი კომუნიკაცია არის საზოგადოებასთან, ანუ პირისპირ კომუნიკაციას გულისხმობ, რაც ყოველთვის მომგებიანია და ასევე კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. აი, როდესაც ხვდებიან მოსახლეობას და რაღაც პრობლემა იქვე წამოიჭრება და თქვათ სახელმწიფო გუნდს უფრო აქვს ამის ფუფუნება, რომ შეუძლია სწრაფად მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქცენტს სადაც გააკეთებენ პოლიტიკოსები, გამოძახილი საზოგადოების მხრიდან ისეთი იქნება, თუ თქვათ პროგრამულ ნაწილზე იქნება ბევრი დებატები, თქვათ ბევრი ინფორმაცია, შესაბამისად უფრო მეტი შედეგი ექნება საზოგადოებაში, რომ აღქმაც ისეთი იყოს, მაგრამ დღეს პრობლემური არის ის, რომ საზოგადოება უნდა გაიზარდოს, რა თქმა უნდა გაიზარდა მოთხოვნების კუთხით, მაგრამ ეხლა მნიშვნელოვანია რა მოითხოვოს ეს ისწავლოს საზოგადოებამ. რას ურჩევთ გადაუწყვეტელ ამობრჩევლს? გადაცემის პირველ ნაწილში პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს არჩევნები ისტორიაში შევიდეს ყველაზე გადაუწყვეტელი ამობრჩევლების სიმრავლით. როგორ უნდა მიიღოს მართებული გადაწყვეტილება ამობრჩეველმა? რამდენად იცნობენ ისინი რეალურად პროგრამას? თქვენ ახსენეთ ასევე, რომ ხშირ შემთხვევაში პროგრამებიც არის ხალხის გამოძახილი და შექმნილი. თუ გადავხედავთ პროგრამებს ძირითადად რაც ყველაზე მეტად თუნდაც მათსავე რეკლამებში გვხვდება, თვალში არის სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე აქცენტის გაკეთება და ასევე პენსიონერებზე. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი სხვა სეგმენტსაც შეადგენენ ამავე დროს. რამდენად მომგებიანია მათთვის სწორედ ამ ორ ძირითად მიმართულებაზე ყურადღების გამახვილება? მე ვფიქრობ, პირველი რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და პრეზიდენტმა დაიწყოს კამპანია არჩევნებზე მისვლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ეს ლატენტური საზოგადოება, ვინც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ეს საზოგადოება, რომ მათ შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი მონაწილეობა არჩევნებში არ არის გადამწყვეტი, რაც ძალიან ცუდი იქნება ყველა პარტიისთვის. ასე რომ შემთხვევაში არის, რომ ყველა პარტია ერთად აწარმოებს კომუნიკაციას თვითონ არჩევნებზე მისვლის მიმართულებით. ეს შეეხება თვითონ პროცესს, ანუ რა შედეგი იქნება და როგორ მიიღებენ ეს გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები ლატენტური პუბლიკა ყოველთვის იღებს ემოციურ გადაწყვეტილებებს. ანუ ის ყოველთვის ელოდება ბოლო მომენტს, რა მოხდება, ისინი სხვადასხვა ძალიან მაღალი კონფორმულები არიან, ანუ მაღალ კონფორმულებაში გულისხმობს, თუ ჩათვალა რომ რომელიღაც პარტია იმარჯვებს, გაცილებით მაღალია შანსი, რომ პარტიას მიემხრონ, ვიდრე პატარა პარტიებს, რომელსაც თქვა რაღაცა შანსი მისცემენ, რომ ჩაება საპარლამენტო მიდგომაში. და ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე, იმიტომ ადამიანებს რაღაცა სულ ორპოლუსიანი აი საერთო აზროვნება, რომ თქვა ამბობენ, რომ აი ოსნება თუ ნაციონალები. და დღეს ფაქტობრივად ძალიან ფართო სპექტრი არის და ცოტა აი ამ ფართო სპექტრში პატარა პარტიებს უჭირთ თვითონ პოზიციონირება, ანუ რატომ თქვა ერთი პარტია ან არა მეორე პარტია, ცოტა რთულია ხოლმე არჩევანის გაკეთება. და თუ დავაკვირდებით, ყველა უფრო ლოგიკურ არჩევანს გთავაზობთ, ვიდრე ემოციებს. და ამიტომაც არის ამხელა ჯგუფი გადაუწყვეტელი, იმიტომ რომ თქვენ თუ მომხმარებელს პარტია თუ შეთავაზებს ხოლმე რაღაცას, რომ ესეთი ლოგიკური რაღაცები იქნება, ხო ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ემოციური მიდგომებს ვფიქრობ, რომ ბოლოსკენ
ინახავენ, იმიტომ რომ ბოლოსკენ უფრო დიდი ხდება ხშირია გადაწყვეტილების მიღების ან შეცვლა, ან თქვა აკვალიანება, ან ჩამოუყალიბებელი ადამიანების, მაგრამ რთული ის არის, რომ ბოლოს შემდეგ მე ეს ადამიანები ვინც ელაპეთ რესპუბლიკა არის, შემდეგ არასდროს არ იწონებენ თავიანთ გადაწყვეტილებას. ხშირად მალე იცვლიან ხოლმე აქ. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას? ისევ და ისევ ნდობა? თუ ნდობლობა? არა, ისევ და ისევ კონფორმულობა, ანუ თუ ფიქრობს, რომ თქვათ რომელიღაც პარტია იმარჯვებს იმას მისცემა, ერთი გაიოლოს გადაწყვეტილება, მეორე დაბალი ჩართულობა და მესამე დაბალი ინფორმირებულობა. იმიტომ რომ ამ ჯგუფს თქვენ სწორად თავიდან კითხვაში, რომ ყველა მუშაობს ასე, რომ პენსიონერებზე, დაუსაქმებლებზე და ძალიან ბევრი ის არის, იგივე ახალგაზრდა მიდგომებზე ძალიან ცოტაა, ხო? ბუნებრივია. ყველა პარტიის მხრიდან იგივე თქვათ რაღაცა საშუალო ასაკის ადამიანები და ხშირად რაღაცა ესეთი გარემო იქნება, რომ ადამიანი ფიქრობს ამ მორჩევლით, შემთხვევით არ არის ეს კომუნიკაცია, რასაც ახორციელებენ ეს პარტიები. ბატონო ელდერ, კომუნიკაციის რა ინსტრუმენტებს, ფორმებს და მექანიზმებს იყენებენ პოლიტიკური სუბიექტები და რამდენად არის ეს მცდელობები შედეგზე ორიენტირებული, რამდენად მართებულია პირდაპირ ვთქვათ? რამდენიმე მცდელობა იყო, მაგალითად აი გირჩის მცდელობა, რაღაცა არატრადიციული ხერხები გამოიყენებია კომუნიკაციის, იდეა თქვათ რაღაცა სოციალური წელი ან ხუმრობის ჟანრში გაეკეთებია რაღაცა დანარჩენები არის უფრო ველმოდური, უფრო ტრადიციული, იმიტომ ძირითადად იყენებენ თქვათ გარე ბილბორდებს, შეხვედრებს, სოციალურ ქსელში ძირითადად მხოლოდ არის ამ შეხვედრების ფოტოების განთავსება და არა რაღაცა ისეთი შემოქმედებითი მიდგომა, როგორც აი გვინახავს ხო ევროპაში და ამერიკაში, როდესაც მოვლენა არის, ხო მთლიანად რატომ გაურბია ჩვენ პოლიტიკური სუბიექტები ამგვარ მცდელობებს მაშინ? ეშინიათ ხალხის შიში არის საზოგადოების, რომ ხომ არ იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან სხვანაირად, მაგრამ საზოგადოება სხვადასხვა ჯგუფებისგან შედგება და ლოგიკურია, რომ ყველას ერთი და იგივე რაღაცა არ მივაწოდოთ, ხო? ან ერთი ეს, მეორე თვითონ შეთანხმების დონე, იმიტომ რომ ჩემთვის ცნობილია პარტიებში ძალიან ისეთი ის არის სტრუქტურირებული კომუნიკაცია და ძალიან რთული ხდება ეს და იგივე ანუ სხვა განსხვავებული იდეის შეთანხმება, თქვა რაღაც ამ ვერტიკალთან და დიდი დრო მიდის. და მესამე არის სიმცირე საშუალებების, ანუ ფინანსური საშუალებების სიმცირე, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს, რომ ბოლოში უნდა გააკეთოს კომუნიკაცია და ბოლოში უნდა დახარჯოს ბევრი ფული რეკლამაზეც, ბილბორდზეც, შეხვედრაზეც და ასე შემდეგ, იმიტომ ბოლოს იღებს გადაწყვეტილებას. რამდენად არის შესაძლებელი, თქვენ ხართ PR-სა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი, განხორციელებული გაქვთ უამრავი პროექტი და პროგრამა და ალბათ ერთ-ერთი ხართ ჩვენს ქვეყანაში ვინც ყველაზე უკეთ იცის სად რა ბიუჯეტი შეიძლება გაიხარჯოს. რამდენად არის ძვირადღირებული ეფექტური კამპანიის წარმოება? მე ვფიქრობ, რომ არის შესაძლებელია მცირე დანახარჯებით შედეგის მიღება. ჭირდება სერიოზული მიდგომა და თავარია ჭირდება თანმიმდევრობა და რეგულარობა. ჩვენთან უფრო ეს ყველაფერი დაკავშირებული ერთმანეთთან და კამპანიური ხასიათი ნაკლები აქვს. ანუ რაღაცა შეხვედრები და ესება, მაგრამ აი ერთი გზავნილის ქვეშ გაერთიანებული რაღაცა აქტივობები, თქვათ, იგივე შეხვედრები, იგივე თქვათ საკომუნიკაციო პლატფორმები, ცოტა უფრო ნაკლებ შედეგზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი თანხაში არ არის დახება, მაგრამ მნიშვნელოვანი, ანუ ურჩევნიათ პარტიას მაგალითად კოორდინატორებში და თქვათ რაღაც ესეთ საშუალებებში დახარჯონ თანხა, ვიდრე თქვათ მეტი დრო და ენერგია დაუწმონ იგივე სოციალურ ქსელს, იგივე თქვათ ხალხთან შეხვედრის სხვანაირ ფორმას, არა თქვათ ყველა რომ გამოდის და სკვერთან ხდება ყველა, ხო, არამედ რაღაცა ფორმის მოფიქრებას, იმიტომ რომ ფორმის დაუკუნია, ხო, ყველას აინტერესებს როგორ პირდები და როგორ გააკეთებ ამ ყველაფერს და არა თქვათ რაღაცა ჩვეულებრივი შაბლონური მიდგომა. ამ ყველაფრის ფონზე რა სჭირდება დღეს საზოგადოებას იმავე ჩვენ შეკითხვიდან რომ ამოვიდეთ პროგრამა სია ლიდერი რა სჭირდება საზოგადოებას რეალურად იმისთვის რომ მიიღოს მართებული გადაწყვეტილება თქვენ რამდენჯერ მიახსენეთ ნდობის ფაქტორი ბუნებრივია დაწლების გამოცდილება თუნდაც აი ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით რა სჭირდება დღეს საზოგადოებას მე ვფიქრობ რომ საზოგადოებას დღეს სჭირდება კარგად გაანალიზოს არა ის რაც თვალნათლივ ჩანს
თქვათ ამა თუ იმ პარტიებისგან ეს იქნება რგოლი, დაპირება თუ ასე შემდეგ. არამედ გაანალიზოს ვის რა რესურსი აქვს, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური და სხვადასხვა ტიპის, ანუ რა რესურსი აქვს ქვეყნის შემოვლობის და რამდენად შეუძლია არა ის კონკრეტულად ყოფითი პრობლემის მოგვარება, არამედ ზოგადად უფრო გლობალური მიდგომის ჩამოყალიბება. ხო, ეს ცნობილი გამონათქვამი როა, რომ იფიქრე გლობალურად და იმოქმედე ლოკალურად. აი ზუსტად ამ გზავნით შევთავაზებდი მე საზოგადოებას, რომ ცოტა უფრო მეტად გლობალური ხედვა ვისაც აქვს და გლობალურად შეუძლია შეცვალოს, თქვათ, საქართველოს ამ წინ წაიყვანოს ქვეყანა და ლოკალურადაც რომ იმოქმედოს და ქმედიც იყოს, რაც თავარია და მარტო არ იყოს დაპირებებზე ორიენტირებული. აი ამ ორ რაღაცაში, რომელიც მოხდება, თქვათ, ლიდერიც, მისი დაპირებაც და პროგრამაც, აი ეს იქნება ყველაფერი. იგივე მე პროგრამებში, აი ყველამ ლოგიკურად რო გადახედოთ ამ პროგრამებს და ჩაიხედოთ, აი მაშინ მიხვდებით იდენტიფიცირებას პოლიტიკური პარტიების ვის რაზე აქვს ნაფიქრი და რა დონით აქვს ნაფიქრი. მაგრამ ეს ცოტა უფრო ინტელექტუალური და ცოტა უფრო ისეთი ადამიანებისთვის არის, რომელსაც ანალიზის უნარი აქვს. ხო და დანარჩენებს უფრო ემოციური ფაქტორები მოსწონს, მაგალითად ესეთი რომ რა კარგი კაცია, თქვათ რაღაცა მეოჯახე კაცია, თქვათ რაღაცა ოჯახის ქალია და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა პერსონალური მიმართულებები უფრო აინტერესებს ვიდრე ეს ყველაფერი და ნელ-ნელა მე ვფიქრობ რომ საზოგადოება გადადის ამ ეტაპზე, როდესაც ემოციური ფაქტორები არ ახდენს გავლენას პოლიტიკის არჩევანზე. და ეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით საუბრის მიწურულს ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ, მაინც თქვენი აზრით რაზე გააკეთებს სამმრჩეველი წელს ყველაზე მეტად აქცენტს, რა იქნება მთავარი ფაქტორი, რის მიხედვითაც ისინი გააკეთებენ საკუთარ არჩევანს პროგრამა, სია თუ ლიდერი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ სამი პუნქტის ერთობლიობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ თქვენი აზრით იმ საუბრიდან გამომდინარე, რაც შედგა ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში რადიო იმედის ღეეთერში, რაზე გააკეთებს აქცენტს მაინც სამმრჩეველი? მე ვფიქრობ, რომ მაინც პიროვნებებზე გააკეთებს აქცენტს და ეს პიროვნებები რა თქმა უნდა უკავშირდება სიასაც, იმიტომ რომ ეს პიროვნებები დამოუკიდებელი იმიჯი აქვთ, მაგრამ კონკრეტულად ასოცირდებიან რაღაც პოლიტიკურ ჯგუფთან, რა თქმა უნდა და მათ რაღაც გამოცდილებასთან და მათ რესურსთან და პროგრამები მე ვფიქრობ უფრო ნაკლებად ეს ყოველთვის ტრადიცია იყო ჩვენთან და პროგრამას ნაკლები მისქონდა ხოლმე ყურადღება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა უკვე ამ პროგრამის კომუნიკაცია რადგან ხდება მეტნაკლებად ის სეგმენტი, რომელიც უფრო ლოგიკურად მოაზროვნე არის, უფრო ინტერესდება ამ პროგრამით და მასზე ახდენს გადაწყვეტილებას არჩევანის მიხედვით პროცესში. ესე იგი, უღრმესი მადლობა ელდარ პირმისაშვილი, პირცადი საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი საუბრობდა ღია ეთერში თემაზე არჩევნების მთავარი ფაქტორი 292 1188 292 1189 გახლავთ ღია ეთერისთვის განკუთვნილი ნომრები, თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ღია ეთერში და პასუხი გასცეთ ინტერაქტივის შეკითხვას და ასევე საკუთარი მოსაზრებებიც გაგვეცნოთ, როგორ ფიქრობთ რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთავარი ფაქტორი პროგრამა, სია, ლიდერი რა გაჩვენათ და გასწავლათ საშუალო გამოცდილებამ და რის გათვალისწინებას აპირებთ ამჯერად. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ, ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი და გამხატოთ საკუთარი პოზიცია 292 1188 292 1189 რა იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თქვენთვის მთავარი ფაქტორი პროგრამა, სია თუ ლიდერი 292 1188 292 1189 თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ღიად ჩვენს ეთერში მსმენელი გვიკავშირდება, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. შეიძლება არსებულ საკითხს ჩვენთვის ყველაზე მთავარი იქნება ის თუ რომელი პარტია უფრო შემოგთავაზებს ევროპულ ეკონომიკურ გამართულ სოლიდარულ პროგრამას. გარდა ხელისუფლებისა და რომელმაც არ შეასრულა მასთან ასევე ვერ შეასრულა თავის წარმატებები უნიათობის გამო და წინა ხელისუფლებისა, რომელსაც უნდა მოუძიეს და ვითომ ეხლა უარი თქვას თავადობაზე და გამოასწოროს ის დაპირებები, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ყველა მიცის რა, რომელი ევროპული ქვეყნის მაგალითად მანქანა არის კარგი, კომპიუტერი, ნოუთბუქი, მობილური და ასე შემდეგ, ვერავინ ვერ ასახელებს ჯერჯერობით იმ ქვეყნის განმავითარებელ დასავლური ევროპული განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ მოდელს.
რომელიც სოლიდარული ამომრჩეველთან მიმართებაში, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ამომრჩეველის ხელფასი და მის მიერ ამორჩეულის ხელფას შორის მინიმალური ზღვარი. იმიტომ რომ ხედავთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში არსებობს სტანდარტი 20-30, ესე იგი 20-30 ჯერ მეტ იქნება დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობის ხელფასებთან მიმართებაში და ის ამასთვის დასავლურად ევროპულად, მიუხედავად იმისა, რომ წინა ახალი საარჩევნო შემოთავაზებიდან გამომდინარე, გვერიკაშვილმა თითქმის იმის მეათედი ძლივს შემოგთავაზა, რაც ოცნება 2012 წელს შემოგთავაზა და როგორ შეიძლება ახლა მაგათმა მოითხოვონ მაგალითად 100 ხმა, 90 ხმა, როცა პრაქტიკულად ჩვენ გასამწუხაროდ კოჰაბიტაციიდან გამომდინარე, რომელიც გადაეზარდათ კოლაბორაციონებში, ნაციონალებზე სიტუაციაში არიან და მათ სასარგებლოდ გააკეთეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები გაიყვნენ სამნათილად, მოკალათდნენ როგორც ოცნებაში, ნაწილობრივ ბიზნესმენების სახით, რომლებიც მოსახლეობას ყოლიფავდნენ და გაუვლიდნენ ხელისუფლებას და თილები არ შეამცირეს მოგების და ასევე ბურჯუაზიასთან და ხედავთ, რომ პირამიდის სახით, სამის სახით მოდის ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ გვინდა ისეთი პარტია, რომელიც შემჩერებელი იქნება აი ამ აბსურდისა, რომელსაც აწარმოებს ახლა ნაციონალური მოძრაობა ოცნების და ბურჯუაზიის სახით. ეს შეიძლება იყოს პატრიოტთა ალიანსი, შეიძლება იყოს ბურჯანაძე და შეიძლება იყოს კიდე ალასანია ლეიბორისტები. თუ ისინი შემოთავაზეს რამე უფრო რეალურს და სამართლიანს უფრო ვიდრე ეს არსებული სამეული თავისთავად წადია ჩვენ მას დაუჭერთ ხარ. თქვენ გაქვთ ამ ეტაპზე ამ რეალობიდან და თქვენი საუბრიდან გამომდინარე გაკეთებული არჩევანები შეიძლება მისცეთ ხმა ბუნებრივია მედია და გთხოვთ ამის დაფიქსირებას. ძალიან პოპულარულია გამოსხმა 8-ში დილისვიდან საღამოს 8-მდე. თუმცა მაინც რაზე გააკეთებთ აქცენტს პროგრამას ია თუ ლიდერი რომელიც შეიძლება იყოს თქვენთვის გადამწყვეტი. ლიდერიც ბატონ დავითის მისაღებია, იმიტომ რომ ის არა მარტო დემოკრატიული ღირებულებიდან როგორც საუბრობს და მისთვის განამარტო მიუღებელი ეს ევროპული სტანდარტებიდან, არამედ ასევე ქრისტიანული სტანდარტებიდანაც მიუღებელი ის, რაც 21 საუკუნეში ხდება საქართველოში და ასევე პროგრამას გაცილებით უფრო კარგია შემოთავაზება რეალური ვიდრე სხვა დანარჩენებისა. გასაგებია, უღრმესი მადლობა გაიცემაში მონაწილეობისთვის. უსმენთ ერთმანეთს. ვიდრე ერთმანეთს დავამშვიდობებით, მე შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ვის დავეხმარებით ჩვენ დღეს გავიგებთ WeHelp-G-ის დამფუძნებელი და დირექტორი საუბრებს ღია ეთერში ბორის კიკნაძე. მოგესალმებით ბატონ ბორის, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, მე ვსალმობ თქვენს მეგობრებს. ბორის, ვინ არის დღევანდელი ბენეფიციარი? ამ გვერდში ჩვენ გვინდა დავეხმაროთ 26 წლის დავით მდივანს, რომელსაც ამდენიმე წლის წინ შემთხვევა შემთხვევა მან ქუჩაში შელაპარაკების შედეგად 3 წელი გაატარა საჯარისწყლების დაწესებულებაში, სადაც შევიწროების შედეგად მას დაუზიანდა კიდურები და ისევე ახალგაზრდა გადაადგილდა. თუმცა შემდგომ მას უკვე ჩაუტარა ეს ოპერაცია და ამ ეტაპზე ესეჭირება მეორე ფეხზე პოსტ-რეაბილიტაცია. ოპერაციული რათა შეძლოს მან დაუბრუნდეს ჯანსაღ ცხოვრებას. სამწუხაროდ ოჯახის შემოსავალი ჯამში შეადგენს 500 ხარისხს, რაც არის საკმარისი, ეს არის სოციალური დახმარება და ანაზღაურება. ამიტომ მას ესეჭირება ჯამში 11,500 ლარი, რომ შეძლოს გადაადგილება და დაუბრუნდეს ოჯახს, მას ჰყავს მეუღლე და 8 თვის შვილი. ამ ოპერაციის ჩატარება არის საქართველოში შესაძლებელი. ეს ოპერაცია მას ჩაუტარდა ადგილზე, ამიტომაც ფასი ოპერაციის რაღაც 11,500 ლარი. უღრმესი მადლობა, ბორის კიკნაძე საუბრობდა WeHelp-G-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში გვაქვს შესაძლებლობა და შანსი დავეხმაროთ ახალგაზრდა მამაკაც გამოჯანმრთელებაში, როგორც ბორისმა აღნიშნა, ის ყოფილი პატიმარია 26 წლის დავით მდივანს ვეხმარებით, მას აქვს მარცხენა დიდი წვივის ძვლის ოპერაცია ჩასატარებელი, რომლისთვისაც საერთო ჯამში საჭიროა 11,500 ლარი ჩვენგან დახმარების სახით, მას სჭირდება 11,500 ლარი იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ მის დახმარებას.
შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიოთ ვებგვერდ 3w.help.lg მოიძიოთ დავით მდივანის ისტორია და მას დაეხმაროთ ნებისმიერი თანხის, ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0917108082. კიდევ ერთხელ გავიმეორებ 0917108082. ამ კვირაში მიღებული ყოველი 1 ლარი გადაერიცხება სწორედ დავით მდივანის ანგარიშზე. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე. მადლობა აქტიურობისთვის. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.